მე ასევე ამ ჩემ მოკლე განცხადებით ანუ ვიდეო ჩანაწერით მინდა ვაცნობო საზოგადოებას და უპირველეს ყოვლისა იმ ბრბოთა ჯოგს რომლებიც რომ ბიძინა ივანიშვილის მისი შვილის მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის მხრიდან არასწორ განცხადებებს და არასწორ შეურაცხყოფებს აკეთებენ უშუალოდ გია კორკოტაშვილის მიმართ. გია კორკოტაშვილს უშუალოდ თუ არ ვცდები მინიმუმ ნახევარი საქართველო მაინც ისნობს. გია კორკოტაშვილს ბერა ივანიშვილო შენ მამაშენმა და ასევე რა თქმა უნდა მამა შენი სირგლივ ყოფმა ხროვამ დაწყებული მოსამართლე პროკურორებიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან და ასევე რა თქმა უნდა მერების და იმ ახვარი ყრუმოჭრილი მონების თამადობით გია კორკოტაშვილს კვერცხები უნდა ატლოყოთ. გია კორკოტაშვილისთანა და ჩემნარი პატრიოტები ამ ქვეყანაში 2 და 3 კი არ არიან. შე ალქაჯო, შე სამქიანო ალქაჯო, როგორც მამა შენს აქვს გამოსხმული სამირქა, ასევე შენც და ვერაც ცნობიერებ. თუ რა ქვეყანაში ცხოვრობ და რა გენის ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, ეს საქართველოა. ის რაც შე მამა შენმა ჩაგინერგა არასწორი ისტორიის ფუძე აწყო და მომავლის იმედი ეს ფუჭია ბერა ივანიშვილო ჩამოყალიბდი გონს მოეგე თუ ცნობიერების ნარგ გაშინია ფსიქოლოგთან იარი ამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიდი მამა შენმა ანუ მამა შენის მიერ დამკვიდრებულ ამ პირსისხავ რეჟიმმა რომელი რეჟიმის გადმოიბარა სააკაშვილის რეჟიმისგან ანუ ჯალათი რეჟიმისგან და ჟივან და ასევე შევარდნაძის ახვარი რეჟიმისგან რომელიც 14% მინიმუმ მის გვერდით ყავს თამაზაშვილის თამადობით და მისი კლანის თამადობით ნათესავების მეგობრების ახლობლების დიდა შილმამიდაშვილის თამადობით და ამ ქვეყანაში უბოროტესი რეჟიმი შექმნა აი მამაშენს მოთხოვე პასუხი შეახვარის ნაშიერო რა გაქვს ალაპარაკო მამაშენი სულ შეაფურთხებს თითქმის მინიმუმ 70% საქართველოს მოსახლეობას 12 წელი და შენს ის გინდა იმავე გზას გინდა გაყვე მე შემეცოდები პირიქით რომ შეგონება ჩლუნგი ხარ და დებილი მამაშენის ჯერავს ხალხს მოусმინე გამოდი ჩემნაირ ადამიანებს მოусმინე შეახვარის ნაშიერო სანამ განცხადებას გააკეთებ შენ კულტურულად აყენებ შეურაცხყოფას საქართველოს მოსახლეობას როგორ კადრულობთ როგორი უზდელები ხართ უზდელი მამაშენია და ვინც გშობა ისა უზდელი რა იმან არის ის ვინც გშობა და გაგაკეთა რომ ისინი უზდელები არიან ან ის მამაშენი გააკეთა და შობა მილიარდებმა თავში ბოდიშ თქვენთან და სისხლის ნაცვლად ძღენდერი რო გაქვთ ავარდნილი თქვენ და შენი გვერდით ყოფმა იმ დაცვის ჯალათებმა რომელსაც არაერთი ადამიანი შეაშინეთ ამ ქვეყანაში და გააქციეთ ამ ქვეყნიდან მე ვერ გამაქცევთ ნეუშვალოდ კიდე ერთხელ გიმეორებ ბერა ივანიშვილო პირადად შენ მამა შენს გადაეცი ჯერ მამა შენის დედა მოვტყან მერე შენი დედა მოვტყან და საზოგადოების წინაშე დიდ ბოდიშ მოვიხდი ამ ჩემი უწმაწური სიტყვებისთვის რაც მე დღემდე არ გამიკეთებია თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო ისიც რომ დიდი უბედურება გალით რომ იცოდი და თქვენი ეს ბოდვითი აშტות გაკეთებული განცხადებები როგორც დინარაძე აკეთებს როგორც
ცოზარ სუბარი აკეთებს პაპუაშვილი და მიყოლებული თალაკვაძეა მალაკვაძეა თუ სხვა ჯანდაბა შვილები ეს თქვენ ვერ გიშველით თქვენ გონება ჩლუნგებო თქვენ ეხო ადრეს გითხარით და გავავრცელე კიდევაც რომ მე არ მინდა რომ კადაბის გავსაც თქვენს ხელკეტი რომ გთხარო ხვრელში მე კი მithქვამ თქვენი ფიქრეთ თორემ თქვენთვისაც კაზმას ქალთვერეს ხერდი ის რა თქვენ 2019 წლიდან დღემდე ანუ მამაშენის მე დამკვიდრებელ რეჟიმმა ქართველ ერს ახალგაზრდობას ცრემლი და სისხლი დააღვრევინა ეს ხახვივით არ შეგრჩებათ ეს გამორიცხულია ბერა ივანიშვილო უშუალოდ ამ განცხადება შენ მისამართით ვაკეთებ რომ იმ შენ გონება ჩლუნგ მამაშენს მიაწინო ხმა შენ რა გონი ახლა უგაგიცხავენ მე დედის მუკლები რო ვაგინე ქვეთს მამაშენს გადაეცი რომ მამაშენის დედა მოვტყა კიდე შენი დედაც მოვტყა და შენი წინაპრების დედაც მოვტყა რა ასკოლკაცკო ბოროტების გადმოგეცათ ეს საქართველოა ეს დავის აღმაშენებლის სამშობლოა ეს თამარ მეფის სამშობლოა ეს ვაჟა ილია გალაქტიონის და ილია ჭავჭავაძის სამშობლოა მე არ მინდოდა ამ განცხადების გაკეთება კიდე ერთხელ გეუბნებით და იმ პოლიციელების დედა შევეცი იმ სპეცრაზმელების ყველას დედა შევეცი ვისაც რომ ჩემთან მსგავსად მათ ხელში ტანჯვა წაება გაუტარებია ის ვინც თქვენ შემოიყვანთ რუსეთიდან კიდე ჯალათები იმ პუტინის ჯალათები შევეცი და აი ბელარუსიდან შემოსული ჯალათების დედა შევეცი გითხარით კიდე ერთხელ გიმეორებთ მე მინდა საზოგადოება კარგად გაიგოს მე რევა შაინიძე ვარ ყოფილი მჟავდებული მას 28 წელს კედლებში გავატარე ბოდიში მოვიხდი ჩემი მიერ გაკეთებული განცხადების მაგრამ ის რაც მე ამ ახваრის ნაშერისგან დღეს მოვისმინე მე არ შემეძლო რომ ასეთი მწარე და არასასიამოვნო განცხადება გამაკეთებია რომ მე სიკვდილი მირჩევნია ხალხო თუმცა მე არ სიკვდილი მაშინებს და არც ეს მწარე სიცოცხლე მე ხლას ღმერთს ვედრები ქართველი უკეთ მიცოცხლე ვინც გაიგებთ ვინც არ გაიგებთ და თქვენი დედაც კიდე